Well, nobody was tougher in Russia than me. That has to do with რუსეთის მიმართ ასეთი სიმკაცრე არავის გამოუჩენია. ეს სიმკაცრე გამოიხატა ჩრდილოეთის ნაკადი ორის მილსადენების საკითხსა და ბევრ სხვა შემთხვევაშიც. თუმცა მე უკმაყოფილო ვარ არსებული მდგომარეობით. თქვენ იცით, რომ ამომს ჩვენზე გავლენა არ აქვს. ჩვენი ჯარისკაცები არ იხოცებიან. გეუბნებოდით, რომ ყოველკვირეულად 5,000-დან 7,000-მდე უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი იღუპება. ეს საშინელებაა. ამრიგად არ ვარ აღფრთოვანებული იმით, რაც ხდება. ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარდება. 7 ომი დავასრულე და მეგონა ეს ომი ყველაზე მარტივი მოსაგვარებელი იქნებოდა. მაგრამ არ იცი რა მოხდება. მაინც მჯერა რომ მოგვარება შეგვიძლია, თუმცა ამ ეტაპზე კმაყოფილი არ ვარ. ეს ადამიანების ხარჯზე დროის ფუჭი ხარჯვაა. the easiest one. We are prepared to increase pressure on Russia. მზად ვართ რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ, მაგრამ გვჭირდება რომ ევროპელი პარტნიორებიც გამოყვნენ, რადგან თუ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ამას ერთად გააკეთებენ და აწესებენ მეტ სანქციას, მეორეულ ტარიფს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რუსეთის ეკონომიკა კოლაპსს განიცდის და პრეზიდენტი პუტინი იძულებული გახდება მოლაპარაკებას დასთანხმდეს. ახლა ჩვენ უბრალოდ რბოლაში ვარ და ვაკვირდებით, რამდენ ხანს გაუძლებენ უკრაინელი სამხედროები და რამდენ ხანს გაძლებს რუსეთის ეკონომიკა. And that will bring President Putin